აგვიგრძალეთ მოქმედები და გამოგვიყეს რაღაც ადგილი, რომელიც რომ აი 1.700 მეტროში აქ დადექით 200-300 კაცი მეტროსიტიდან ბათუმი ვიუმბე. როგორც ინდა ისე რა ჩააყენებ და რა ვიცი რა. იმ მოკლე მონაკვეთში არც ერთ ვარიანტში ვერ მოთავსდება ეს. თვით დასაქმებულები ვართ სულ ყველა. ჩვენ ოჯახებს ჩვენ თვითონ მუშაობთ, ჩვენ ოჯახებს ვარჩევთ. და მთავრობას ეს არ აინტერესებს, რომ თვით დასაქმებული ხალხი არ აინტერესებს მთავრობას, არ აინტერესებს როგორ რა. დღეს კაცი არ არსებობს საქართველოში, რომ ბანკი არ ქონდეს. ყველას აქვს ბანკი. თუ რამეს შეწყვიტას აპირებს და რაღაცა 1 წლით ადრე ან 2 წლით ადრე უნდა გააფრთხილო, რომ ყველას 2 წლიანი, 3 წლიანი ბანკები აქვს, სახლები აქვს ჩადებული, რაღაც დღეს ვერაფერს ვერ გააკეთებ და ფული რო კონდეს ასე დადებული, ხო? მაშინ ბულვარში ვის რა უნდა ბულვარში გამოვა სასეირნო და რა სამუშაო. 3 თვეს მუშაობ, 9 თვეს უმუშევრები ვარ. ყველა სფეროში, ინდა რესტორანია თუ რა ვიცი რა წვენებია თუ რაც არის, ყველა ემზადება სეზონისთვის, ხო? ტურისტული ქვეყანა გაგვხადებს, საწარმო ჩვენ არ გვაქვს, რამე ფაბრიკა ჩვენ არ გვაქვს, ქარხანა ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს. რა უნდა ვაკეთოთ? ტურისტული ქვეყანა ვართ, ხალხს ვემსახურებ, მოსამსახურებ პერსონალებად გაგვხადეს, ვართ ვემსახურებით. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ შეიძლება? მარტო უნდა დაბანო, ჩაბანო, მიემსახურო, მოუტანო. ესაა კაროჩე რა. მეტი არაფერი. ესე გაგვხადეს და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ რომ ვიმუშაოთ, რომ ოჯახი არჩიოთ. ასე პირდაპირ სეზონი მოვიდა და ხალხს ეუბნები რომ всё გარეთ გაყარე. ეს არ შეიძლება. თამაზაშვილთან ვითხოვდით შეხვედრას თამაზაშვილი. ახლა პატარაძესთან იყო. შეგხვდათ ვინმეს ესაუბრა ან რა ვიცი. არ ვიცი ვიღაცებს აგზავნიან, განვიხილავთ თქვენ საკითხს. რა მიზეზია იმისა რომ ჩვენ არ გვიშვებენ. ბევრი შეიძლება რამე იფიქრო ან ეჭვი კონდეს, შეიძლება ვიცხა მილიარდელს უნდა ერთმა კაცმა იმუშაოს, არის ასეთი რაღაცები, სამაგატები ვიღაცებისა, სკროლები რა. კი. და რა ვიცი, ბევრი შეიძლება რამე ეჭვით და ახლა მე ეჭვით კი არა ვილაპარაკო და რაღაცა, მაგრამ ალბათ ვიღაცას თვალი აქვს დადგმული და რა ვიცი, რამე უნდა რა, ვიცხა მილიარდელები ყავს საქართველოში. ბევრი ადამიანი ხარ, დიდი ძალაა, ხო? აქ რასაც ხედავ, საკმაოდ ბევრი ადამიანია. აი ეს მაინტერესებს, რატო არ გისმენთ? რომ ამდენი წელია, რაც რომ მოცნებაა მოსული, ამდენი წელია, ყველა აქ ვინც არის 100%-ით ყველა ოცნებას ხარს აძლევდა და მეც პირადად და სულ ყველა. და ისა და გულდასაწყვეტი რომ აი ჩვენ ხარს ვაძლევდით, ხმას ვაძლევდით. ყველაფერს ხარს უჭერდით ოცნებას და დღეს იმის ღირსიც არ ვართ რომ გამოვიდენ და ხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ვინც რომ ხარს მათ უჭერდით, ისინი ჩვენ ხარს არ გვიჭერენ აქეთ. ყველა ვაძლევდით აქ ვინც არის, ყველა ხარს ყველა ხმა მივეცით ვის ოცნებას. და თვითონ ოცნება ჩვენ არაფერ ხმა. ესე იგი მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით და დანარჩენ დროში არ ვჭირდებით ამ ოცნებას. ესე გამოდის რა.